ადრე მეგონა რომ ყველა ადამიანს ჰქონდა უნარი სხვისი გრძნობები და ემოციები საკუთარივით გაეაზრებინა, მაგრამ ცდებოდი, არსებობენ ადამიანები, ვისაც ემპათიის უნარის საერთოდ არ გააჩნიათ. ეს ნიშნავს, რომ ვერავის ვერ უთანაგრძნობათ, ვერ შეეცოდებათ, ვერ შეუყვარდებათ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლა ფიზიოლოგიურად არ შეუძლიათ. სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლა მხოლოდ ემპათიურ ადამიანებს შეუძლიათ. უნარი რომ ვიღაცას უთანაგრძნოს, სხვისი სიხარული გაიზიაროს, სხვისი ტრაგედია იგლოვო, მშობლების საჩუქარია და ეს უნდა იგრძნო. გიფიქრია, რატომ იწყებს ტირილს ბავშვი, რომელიც სხვა დებულ ბავშვს დაინახავს, ის იმდენად განიცდის და გულთან მიაქვს მისი მდგომარეობა, როგორია თვითონ დაემართა რამე. ეს არის ბავშვის ყველაზე სათუთი და დაუპროგრამებელი ემპათია. ამ ბავშვური ემოციების განცდა შენ შეგიძლია და იმასაც, ვისაც გინდა რომ უთანაგრძნო. წარმოიდგინე ნივთების სიკეთეთ გადაქცევა შეგეძლოს, რომლებიც აღარ გჭირდება და ადგილსაც კი იკავებს შენ სათავსოში. შეგეძლოს სიმბოლურ ფასად გაყიდო ნივთები და შემოსული თანხა პირდაპირ იქ ჩარიცხო, ვინც შენგან დახმარებას ელის. ვინც ნივთში ფულს იხდის, იმას სჭირდება და გაყიდული ნივთიც ისეთ მყიდველთან მოხვდება, ვინც გამოიყენებს, ანუ დოვლად შექმნის. ასე კი და ეკონომიკა იზრდება. ჩათვალე, რომ შენთვის უსარგებლო ნივთით ქველმოქმედებაც შეგიძლია და ეკონომიკის დახმარებაც, ანუ ორმაგი გაჩუქება გამოდის, არა? ოდა, გადავღებოთ ნივთს, რომელიც აღარ გჭირდება. და ადრამე სიმბოლური ფასი და ატვირთე განცხადება ალუბალაზე. აერჩიე საქველმოქმედო ფონდი, რომელიც შენ სიკეთეთ გადააქცევს და გააზიარა მეგობრებში, რომ მალე გაიყიდოს. დაელოდე სხვისი დახმარებისგან განცდილ ემოციას, რომელზეც დასაწყისში გითხარ, თუ მართლა ემპათიური ხარ, აუცილებლად მოვა. მესმის, რომ ამის დრო არ გაქვს. უცხოა შენთვის, ან გირჩევნია მერესცად, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ვინც შენგან დახმარებას ელის, ისინი ვერ დაგელოდებიან.